ექვსწლიანი სამუშაოების ფინალი ხვალიდან რიკოთის უღელტეხილის მაგისტრალური გზის 52 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნება. ეს არის 4-ზოლიანი საგზაო მონაკვეთი 51 გვირაბით და 97 ხიდით. აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის ერთ-ერთ ყველაზე რთულ მონაკვეთზე სამუშაოები დასრულებულია. ფაქტს ისტორიულ მომენტად აცხადებს აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი. მასშტაბურ პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტთან, მსოფლიო ბანკთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად სწორედ აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. რიკოთის მოდერნიზებული საუღელტეხილო მონაკვეთი მგზავრობის დროსა და მანძილს მკვეთრად შეამცირებს. მოლოდინია, რომ სამუშაოების დასრულება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობას და სატრანზიტო ტვირთბრუნვას შეუწყობს ხელს. პრეზენტაციას ხელისუფლების პირველი პირები და მთავრობის წევრები დაესწრნენ. ნინო ფისაძე რიკოთიდან. დიახ, ურთულეს რელიეფზე ურთულესი საინჟინრო პროექტი დასრულებულია რიკოთის 52 კილომეტრიან მონაკვეთზე 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა დასრულდა და ხვალიდან უკვე დღის მეორე ნახევრიდან ძღოლებს თბილისიდან სამტრედიამდე უცხოეთ რეჟიმში შეეძლებათ გადაადგილება 4-ზოლიან მაგისტრალზე. საკმაოდ რთული მონაკვეთი იყო რიკოთის მონაკვეთი გეოლოგიური და საინჟინრო მიმართულებით 2019 წელს დაიწყო აქ სამუშაოები და 51 გვირაბი და 97 ხიდია 52 კილომეტრიან მონაკვეთზე. როგორც დღეს განაცხადეს 8 კილომეტრით შეამცირებს გზის ამ მონაკვეთის გახსნა მანძილს და ასევე მძღოლებისთვის გადაადგილების დრო იქნება შემცირებული. რიკოთის უღელტეხილზე ახალი მაგისტრალი გახსნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ასევე გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო როლს. ჩვენი ქვეყნის ვიზიტი დასრულდა საუკუნის პროექტი, რიკოთის პროექტი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ბუნებრივია ჩვენი ქვეყნისთვის. უკვე მაქსიმუმ ხვალსაღამოდან ამოქმედება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რიკოთის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს და ბუნებრივია ეს ყველაფერი ახალი იმპულსს შეძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ეს არის ამ ჩქაროსნული გზის ყველაზე რთული მონაკვეთი. ყველა თვალსაზრისით მის მშენებლობა მოგეხსენება დაიწყო 2019 წელს და როგორც საინჟინრო გეოლოგიური, ისე ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით ეს პროექტი არის უპრეცედენტო საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ისტორიაში. ამას ციფრებით ადასტურებს აშენდა 52 კილომეტრი სიგრძის 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზა, აშენდა 51 გვირაბი და 97 ხიდი. ეს მასშტაბი უკვე თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. ამ პროექტმა შექმნა სამუშაო ადგილები 4000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული ამ პროექტზე, მათ შორის უდიდესი უმრავლესობა იყვნენ სწორედ ჩვენი თანამოქალაქეები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროექტში იყო ჩართული 1000-ობით პროფესიონალი და თითოეულ მათგანს მინდა მადლობა გადავუხადო მათი თავდაუზოგავი შრომისთვის. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია, დაკავშირებადობის ფუნქცია და ბუნებრივია ეს პროექტი ამ თვალსაზრისითაც არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ზუსტად ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას სჭირდება განვითარება. რიკოთის ახალი გზა შენდებოდა ურთულეს რელიეფზე, ყველა სეზონზე და ნებისმიერ ამინდში, ყველაზე მძიმე პირობებში, სადაც ერთ მხარეს უწყვეტი მოძრაობა იყო, ხოლო მეორე მხარეს რთული მშენებლობა. ნაბიჯ რიკოთის ვიწრო და რთულ მონაკვეთებს ცვლიდა თანამედროვე ავტობანი. დღეს კი თითოეულ თქვენთაგანს თამამად შეუძლია თქვას, რომ მსგავსი მასშტაბის და საინჟინრო სირთულის პროექტი ჩვენს ქვეყანაში და არც რეგიონში აქამდე არ განხორციელებულა. ჩემთვის და ალბათ ჩემი თაობის ბევრი წარმომადგენლებისთვის რიკოთი პირველ რიგში ბავშვობასთან ასოცირდება. უღელტეხილი, რომელიც გადასალახი იყო სახლიდან სოფელში ან ზღვაზე მიმავალ გზაზე. ფრაზა რიკოს გავცდი, რიკოს გადმოვედი გულისხმობდა იმას, რომ ყველაზე რთული და დამღლელი მონაკვეთი გადაილახა. დღეიდან კი რიკოთი იქნება ჩვეულებრივი გზა, ისეთივე უსაფრთხო და კომფორტული, როგორც ჩვენი მაგისტრალის სხვა მონაკვეთებია. ეს არის საქართველოსთვის ისტორიული მომენტი. ეს გზა საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის ეპიცენტრში ამხობებს და ავითარებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
განვითარებას, ვაჭრობას, საერთაშორისო ვაჭრობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს არის ძალიან გაბედული ხედვის შედეგი, ძალიან გულდასმით დაგეგმილი, ძალიან კოორდინირებული შრომის შედეგი. საქართველოს აბსოლუტურად ახალ ეტაპზე გადადის განვითარების, იმიტომ რომ საქართველოს თავისი ხედვა განახორციელა უფრო განვითარებადი და აყვავებული რეგიონის ცენტრად. მე მიმაჩნია რომ სამართლიანი იქნება ვიტყვი რომ ეს არის სამაგალითო თანამშრომლობა და პარტნიორობა საქართველოს განვითარებისთვის და ახალი მიზნებისთვის. 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა, ხვალიდან უკვე მძღოლებს ამ მონაკვეთზე გადაადგილება შეეძლებათ 52 კილომეტრიან მონაკვეთზე მშვიდობიან გზავრობას უსურვებთ მძღოლებს.